გერმანელი ემიგრანტების შვილიშვილი, ის გახდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი. დროთა განმავლობაში მისი ამბიციები გასცდა ბიზნესის სფეროს, ის უფრო ხშირად ჩნდებოდა ეროვნულ ტელეარხებზე, ტელეეკრანებზე და მიიღო ეროვნული სელებრიტის ვარსკვლავის სტატუსი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ამბიცია ბევრად უფრო დიდი იყო. ზოგი მას გმირად, პატრიოტად, ქვეყნის მხსნელად თვლის. ზოგი კი ქსენოფობად, რასისტად, მიზოგინად და ქვეყნის დამაქცევად. მაშა ასე, დღეს ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტზე და პრეზიდენტობის კანდიდატზე დონალდ ტრამპს. ტრადიციულად დონალდ ტრამპზე საუბარს ჩვენ დავიწყებთ არა პირდაპირ დონალდ ტრამპზე, არამედ მის ოჯახზე მოყოლით და მისი ოჯახის ისტორიით. პირველი რაც მინდა მოგახსენოთ არის ის, რომ ტრამპი არ არის მისი ნამდვილი გვარი. მისი ნამდვილი გვარი არის ტრუმპი, რადგან ბაბუამისი გერმანელი წარმოშობით გვარად იყო ტრუმპი, ფრიდრიხ ტრუმპი. ფრიდრიხ ტრუმპი დაიბადა გერმანიაში, ბავარიაში, სადაც ცხოვრობდა დიდ და ძალიან ღარიბ ოჯახში. მამამისი ადრე გარდაიცვალა, კიდე ყავდა 5 და-ძმა. დედა ბევრს მუშაობდა, იყო დალაქი და ფრიდრიხი, პატრა ფრიდრიხი ეხმარებოდა დედას სადალაქოში. როდესაც შეუსრულდა 16 წელი, უკვე ახლოვდებოდა ასაკი, როდესაც უნდა წაეყვანათ ჯარში. ფრიდრიხს ეს არ უნდოდა და ისე რომ ოჯახს არაფერი არ უთხრა, შეგროვილი ფულით იყიდა ბილეთი გემზე და გაემგზავრა ამერიკაში. ამერიკაში ჩასულმა პირველი რაც გააკეთა, პორტში დადგა, არც ერთ სიტყვა არ იცოდა ინგლისურად, მხოლოდ გერმანულს ფლობდა. პორტში დადგა და დაიწყო ყვირილი. შევჭრით მას, თმის შეჭრა, შევჭრით მას. ცოტა ხანში მას მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც იცოდა გერმანული, იმიტომ რომ გერმანულად ყვიროდა ამ სიტყვებს. ის ქალი ალბათ გერმანელი იყო და კითხა, თმის შეჭრა გინდაო, წამოდიო, აი აქვე მუშაობო სადალაქოში, ანუ სალონში, სილამაზის სალონში. ამან აუხსნა, რომ თმის შეჭრა კი არ უნდოდა, არამედ სამსახურს ეძებდა. ესეც მოხდა. 1 საათში, ამერიკაში ჩასვლიდან 1 საათში ფრიდრიხ ტრუმპმა იშოვა სამსახური. და შემდეგი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა სადალაქოში. ჯერ ეხმარებოდა სხვა დალაქებს, შემდეგ კი თვითონ ჭრიდა თმას. ესე გავიდა 6 წელი, შემდეგ ტრუმპი გადავიდა სიეტლში, სადაც სხვათა შორის გახსნა პირველი პატარა რესტორანი და იყიდა მიწის ნაკვეთი. იმ წლებში სიეტლი ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ტრუმპი მიხვდა, რომ ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით შეეძლო პატარა ნაკვეთის ყიდვა, სულ რაღაც $200 იყიდა და მიხვდა, რომ ძალიან მალე ეს ნაკვეთი ძალიან გაწვირდებოდა. ესეც მოხდა. სხვათა შორის ტრამპებზე აქვე ვიტყვი, რომ თუ კი რამე აქვთ განვითარებული ამ ადამიანებს, ნამდვილად აქვთ განვითარებულია ეს ბიზნეს გუმანი, ძალიან კარგად ხვდებიან რა და როგორ უნდა გააკეთონ ბიზნესში, როდის უნდა ჩადონ ფული, რა უნდა იყიდონ და მოკლედ ისეთი წარმატებული ბიზნესმენები არიან ოდითგანვე. შემდეგ ეს არის წლები, როდესაც ამერიკაში დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება. იქ გაემგზავრა ტრუმპი და 8 წელი გაატარა იქ, სადაც ამერიკაში ეძებდნენ ოქროს. იქ ხსნიდა ხან პატარა რესტორნებს, ოტელებს, ბორდელებს, ძალიან წარმატებული პროექტი იყო ეს. შემდეგ გაემგზავრა კანადაში, სადაც იგივეს აკეთებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ესე იგი, ტრუმპმა გაატარა ეს წლები ოქროს ძიებაში და ოქროს მაძიებელთა მომსახურებაში. პატარა კაპიტალი შეაგროვა და დაბრუნდა გერმანიაში, მაგრამ საქმე ის არის, რომ გერმანული მოქალაქეობა ჰქონდა ჩამორთმეული. მოქალაქეობა ვერ დაიბრუნა, მაგრამ მოიყვანა ცოლი ელისაბედი, რომელთანაც ერთად ისევ დაბრუნდა ამერიკაში და ისევ გააგრძელა თავისი ბიზნეს საქმიანობა. ისევ ხსნიდა, ესე იგი, რესტორნებს, პატარა ოტელებს, დაიწყო სახლების მშენებლობა. ელისაბედთან ერთად გაუჩნდა 2 შვილი, 2 ვაჟი, ფრედი და ჯონი.
ფრედი, მისი უფროსი ვაჟი, აღმოჩნდა მამაზე უფრო წარმატებული ბიზნესმენი. თქმე ის არის, რომ ფრიდრიხ ტრუმპი ადრე გარდაიცვალა და შეეწირა იმ დროის ყველაზე დიდ პანდემიას, რომელსაც ესპანურ გრიპს ეძახდნენ, სულ რაღაცა 48 წლის იყო და ამიტომ ოჯახის მარჩენალი მთავარი გახდა ფრედ ტრამპი. რატომ ტრამპი? იმიტომ რომ იმ წლებში და მე უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს მალავდნენ, რომ არიან გერმანელები და ამბობდნენ, რომ იყვნენ შვედები. აი, ესეთი ეპიზოდიც იყო, თუმცა დონალდ ტრამპი ამას უარყოფს, მაგრამ მაშინ გაუგებარია ტრამპები როგორ გახდნენ, მაგრამ ესე იყო. ფრედი დედასთან ერთად გახდა კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი, ამ კომპანიას დაერქვა Elizabeth Trump and Son. და ძირითადად იყვნენ დაკავებული Queens-ში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, სახლების მშენებლობით და ბინების გაქირავებით. ძალიან წარმატებული ბიზნესი იყო, მაგრამ საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ ფრედმა ეს თავისი ბიზნეს საქმიანობა სულ რაღაცა 12 წლის ასაკში დაიწყო, როცა ფრიდრიხ ტრუმპი გარდაიცვალა. ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახდა, შემდეგ უკვე 40-იანი წლების ბოლოს, როდესაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და ამერიკელი ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ ამერიკაში, ამერიკის ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტმა დაიწყეს პროგრამა ჯარისკაცებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახლების მშენებლობა იყო, ესე იგი, ესეთი პროექტი. ამიტომ ფრედ ტრამპმა მიიღო რამდენიმე სახელმწიფო შეკვეთა აი ამ სახლების მშენებლობაზე. აქაც დიდ წარმატებას მიაღწია ტრამპმა, მაგრამ 50-იან წლებში მოხდა ეპიზოდი, რომლის გახსენება უკვე დონალდ ტრამპს ძალიან არ უყვარს, ამას უარყოფს, მაგრამ ეს ნამდვილად ფაქტია, ამასთან დაკავშირებით არაერთი საბუთი არსებობს და არაერთი სტატია დაიწერა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც იყო უძრავ ქონებაში, აი ამ სფეროში და სახლების მშენებლობაში ჩართული, დაადანაშაულეს იმაში, რომ როდესაც იღებდნენ სახელმწიფო შეკვეთებს, ფულის ნაწილს იპარავდნენ. აი, ხედავთ, მაშინაც ხდებოდა და ამერიკაშიც ხდებოდა მსგავსი რაღაცები. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ფრედ ტრამპი. მაგრამ ყველაფერს გაიმართა სასამართლო პროცესი და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ შეიძლება ითქვას, რომ ფრედ ტრამპი მშრალი გამოვიდა წყლიდან. რატომ? იმიტომ, რომ ფრედ ტრამპის ანგარიშზე იყო 4 მილიონი დოლარი. და სასამართლოში მან დაამტკიცა, რომ ეს 4 მილიონი დოლარი, რომელიც მან მიიღო სახელმწიფოსგან, რათა აეშენებინა სახლები, არ დაუხარჯავს და არც აპირებდა ამ თანხების, ესე იგი, დახარჯვას. არამედ ეს იყო ანგარიშზე და აპირებდა ახალი სახლების მშენებლობას. აი ესე სასამართლომ და პროკურორმა ვერ დაუმტკიცეს ბრალი ფრედ ტრამპს და მან გააგრძელა თავისი ბიზნეს საქმიანობა. კიდევ ერთი ეპიზოდი, ამის გახსენებაც არ უყვარს დონალდ ტრამპს, არის ის, რომ ერთხელ ფრედ ტრამპი დააკავეს, რადგან მან მიიღო კუკლუს კლანის მსვლელობაში მონაწილეობა. ესეც არის ესეთი ეპიზოდი, რომლის გახსენება ოჯახს არ უყვარს. ფრედ ტრამპმა მოიყვანა ცოლი, მერი, მათ გაუჩნდათ 5 შვილი, უფროსი ვაჟი იყო ფრედი, კიდევ 2 დონალდი და რობერტი და 2 ქალიშვილი. რასაკვირველია, ფრედ ტრამპის მთავარი იმედი იყო უფროსი ვაჟი ფრედი.
ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და მისთვის იყო აბსოლუტურად ბუნებრივი, რომ მისი უფროსი ვაჟი გააგრძელებდა აი ამ ბიზნეს საქმიანობას. ამ დროს უკვე ტრამპები საკმაოდ შეძლებულები არიან, აშენებენ სახლებს, აქირავებენ სახლებს, აი ამ real estate-ში, ან უძრავ ქონების ბიზნესში არიან ჩართული წარმატებულები, მაგრამ ფრედი ტრამპი აღმოჩნდა სულ სხვა ტიპის ადამიანი, არ აინტერესებდა ბიზნესი, იყო ძალიან რბილი ადამიანი, განსხვავებით მამისგან, რომელიც ესეთი ოჯახის დესპოტი იყო. ამ დროს იზრდებოდა დონალდ ტრამპი, რომელსაც ალბათ ცოტა შურდა უფროსი ძმის და სულ უნდა ეჩვენებინა მამისთვის, რომ ის არის მისი საქმის გამგრძელებელი და ის გახდებოდა მამაზეც კი უფრო წარმატებული ბიზნესმენი. პრინციპში ესეც მოხდა. მოკლედ რომ გადავიდეთ უკვე დონალდ ტრამპზე, ბავშვობაში დონალდი იყო ძალიან ცელქი ბიჭი, იმდენად ცელქი, სულ რაღაცას ცელქობდა და იმდენად ცელქი, რომ 13 წლის ასაკში მამამ გადაწყვიტა, რომ გააგზავნოს, გამოიყვანოს ჩვეულებრივი სკოლიდან და გააგზავნოს სამხედრო აკადემიაში. რათა ესწავლა ესე დისციპლინა. ესეც მოხდა, იქ 13 წლის ასაკში დონალდ ტრამპი აღმოჩნდა სამხედრო აკადემიაში. იქ გაატარა რამდენიმე წელი. იმ წლებში დონალდი იყო განსაკუთრებულად იყო გატაცებული სპორტით, ამერიკული ფეხბურთით და ბეისბოლით. ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო, იმდენად წარმატებული, რომ რაღაცა მომენტში სპორტულ კარიერაზეც კი ფიქრობდა. მაგრამ შემდეგ სამხედრო აკადემიიდან გამოსულმა მაინც გადაწყვიტა, რომ აი ამ მთავარმა ამბიციამ, რომ მამას დაუმტკიცოს როგორი წარმატებული გამგრძელებელია ტრამპების საქმის, შევიდა უორტონის ბიზნეს სკოლაში, რომელიც დაამთავრა და უკვე გახდა ტრამპების აი ამ კომპანიის ოჯახური ბიზნესის წევრი. და სულ რაღაცა 3 წელიწადში გახდა ოჯახური ბიზნესის, აი ამ კომპანიის, ტრამპების კომპანიის პრეზიდენტი. სულ რაღაცა 25 წლის ასაკში. რაც შეეხება მის უფროს ძმას, მიუხედავად იმისა, რომ მან დაიწყო ბიზნეს საქმიანობა, პირველივე პროექტი იყო წარუმატებელი. როგორც გითხარით, ფრედი იყო ძალიან რბილი ადამიანი და როდესაც მამამისმა, ესე იგი, უთხრა, რომ ჩააბარა ერთ-ერთი სახლი, რომელიც უნდა გაექირავებინა, პირველი რაც ფრედიმ გადაწყვიტა და გააკეთა, შეცვალა ფანჯრები. რათა გაეუმჯობესებინა, ესე იგი, საცხოვრებელი პირობები იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობდა. ამან ძალიან გააბრაზა მამა, დონალდიც იყო, ესე იგი, განსვიფერებული და გაკვირვებული და ოჯახი მიხვდა, რომ ფრედი ტრამპი ვერ გააგრძელებს ამ საქმეს. შემდეგ ფრედი გახდა პილოტი. სხვა შემთხვევაში ამერიკაში ეს იქნებოდა ძალიან საპატიო საქმე, ძალიან იამაყებდნენ ოჯახის სხვა წევრები პილოტის შვილით, მაგრამ არა ფრედ ტრამპი, ძალიან არ მოეწონა ეს. რომ დავასრულოთ ფრედი ტრამპის ისტორია, ყველაფერი დაასრულდა იმით, რომ ფრედი ტრამპმა დაიწყო სმა და ცხოვრების ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ გაალოთდა, ბოლოს მუშაობდა ტვირთავად. ერთი პერიოდი ტრამპ ტაუერშიც კი მუშაობდა, იქ ალაგებდა, ესე იგი, ეზოს და პრინციპში ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაუბრუნდეთ დონალდ ტრამპს. ესე იგი, როგორც გითხარით, 25 წლის ასაკში დონალდ ტრამპი გახდა ტრამპ, ესე იგი, ოჯახური ბიზნესის პრეზიდენტი. თავიდან დონალდ ტრამპი ძირითადად იყო დაკავებული შენობების და ბინების გაქირავებით, მაგრამ მალევე, აი ამ თავის ტრამპის კომპანიაში გადავიდა ახალი სახლების მშენებლობაზე. პირველი მსხვილი პროექტი, რომელიც ტრამპმა განახორციელა, იყო ოტელ ჰაიატის მშენებლობა. ეს იყო 1974 წელს. მაგრამ დონალდ ტრამპის ამბიცია ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა და უკვე 5 წელიწადში, 79-ში მან შეიმუშავა პროექტი ტრამპ ტაუერის მშენებლობის, ანუ საკუთარი სახელის მქონე შენობის მშენებლობის ნიუ-იორკის ცენტრში.
მალევე ეს პროექტი განხორციელდა და 83 წელს მეხუთე ავენიუზე ლეგენდარული ტიფანის გვერდზე გაჩნდა პირველი Trump Tower-ი, 68 სართულიანი შენობა. აქვე ვიტყვი, რომ Trump Tower-ი, გარდა იმისა, რომ აშენდა ლეგენდარული ტიფანის გვერდზე, იმ ადგილას ადრე იყო ძალიან ძველი საიუველირო მაღაზია. ისე მოხდა, თავიდან საიუველირო მაღაზიის პატრონები არც აპირებდნენ ამ მიწის და ამ შენობის გაყიდვას, მაგრამ ისე მოხდა, რომ გააკოტრდნენ და Trump-მა ზუსტად იმ მომენტში იყიდა მიწის ეს ნაკვეთი. დაანგრია ეს მაღაზია, მას მოუწია ჰაერის ყიდვაც კი, მაშინ $5,000 გადაიხადა და იმ წლებში ეს ძალიან დიდი თანხა იყო ჰაერში, რათა მაღალი შენობა აეშენები და მოკლედ ესე 83 წელს მეხუთე ავენიუზე გაჩნდა Trump Tower-ი. 80-იანი წლები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დონალდ ტრამპისთვის. არსებობს ესეთი სტატისტიკა, რომ 86-დან 90 წლამდე დონალდ ტრამპმა იშოვა დაახლოებით $300 მილიონი. როგორც დათვალეს ფინანსისტებმა, ჟურნალისტებმა, მაშინ დღეში შოულობდა დაახლოებით $230,000. 70-იანი წლების ბოლოს, ესეც უნდა ითქვას, ტრამპმა მოიყვანა პირველი ცოლი, ივანა ზელნიჩკოვა. ყოფილი მოთხილამურე სპორტსმენი, ყოფილი ჩეხოსლოვაკიიდან, მაშინ ესე ერქვა იმ ქვეყანას, შემდეგ გაიყო და არის უკვე ორი ქვეყანა, ჩეხეთი და სლოვაკეთი, რომელიც იმ წლებში უკვე გადავიდა კანადაში საცხოვრებლად. იქ შეხვდნენ ივანა ლამაზი ქალი, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო არა მარტო წარმატებული ოჯახური, არამედ წარმატებული ბიზნეს ალიანსი, იმიტომ რომ ივანა მონაწილეობდა იმ შენობების და პირველ რიგში Trump Tower-ის დიზაინში, რაღაცა გარკვეულ რჩევებს აძლევდა დონალდ ტრამპს. ძალიან წარმატებული ისეთი ოჯახი ყავდათ, გაუჩნდათ 3 შვილი, დონალდ უმცროსი, ერიკი და ივანკა. როგორც გითხარით, 80-იან წლებში იყო ესეთი ფინანსური ბუმი, დონალდ ტრამპის ბიზნესი იყო ძალიან წარმატებული, $300 მილიონი. ტრამპი ყიდულობდა, იყიდა ავიაკომპანია, იყო ყველაფერს არქმევდა თავის სახელს. ტრამპის ავიაკომპანია. იყიდა იახტა, ტრამპი, პრინცესა, ესე იგი ესე ერქვა. ყიდულობდა ბარებს, კაფეებს, რესტორნებს, ყველაფერს ერქვა ტრამპის სახელი, კაზინოები ატლანტიკ სიტიში. მაგრამ დადგა 90-იანი წლები და თუ 80-იანი წლები იყო ეს ფინანსური ბუმი და აღმავლობა მისი და ძალიან წარმატებული, 90-იან წლებში დაიწყო ფინანსური კრიზისი და ბუნებრივია, რომ დონალდ ტრამპსაც ეს შეეხო. ანალიტიკოსები თვლიან, რომ არაერთი არც თუ ისე სწორი ბიზნეს გადაწყვეტილება მიიღო იმ წლებში, ყიდულობდა აქტივებს, რომელიც შეიძლება არ უნდა ეყიდა, მაგრამ 90-იან წლებში დონალდ ტრამპი თითქმის გაბანკროტდა, მაგრამ არ გაბანკროტდა, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ მან გაყიდა თავისი აქტივების ნაწილი, გაყიდა იახტა, გაყიდა ავიაკომპანია, გაყიდა ზოგიერთი კაზინო. 97 წელს დონალდ ტრამპი დაბრუნდა მილიარდერების კლუბში. მაშინ Forbes-ი წერდა, რომ მისი ქონება შეადგენს დაახლოებით $1,600 მილიონი, მაგრამ არაერთი ინტერვიუში დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ბევრად უფრო დიდი იყო და აღემატებოდა ამ ციფრს. სხვათა შორის ძალიან ხშირად მდიდარი ადამიანები, რომლებიც შედიან Forbes-ის სიაში, პირიქით ამბობენ, რომ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე Forbes-ი წერს. მაგრამ დონალდ ტრამპი არა, ამბობდა, რომ $1,600 მილიონი კი არა, დაახლოებით $4 მილიარდი ჰქონდა იმ წლებში. და მაშინ მან დაწერა წიგნი, რომელსაც ჰქვია The Art of the Comeback, ანუ დაბრუნების ხელოვნება.
ამერიკელებს მოწონთ ეს ჰეპი ენდები ჰოლივუდის ფილმებში, მოწონთ ამერიკული ოცნების, ესე იგი, ამბები, მოწონთ დაბრუნების ამბები, აი ადამიანი, რომელიც თითქმის გაბანკროტდა, თითქმის დაკარგა ყველაფერი, როგორ ადგა ფეხზე, როგორ იპოვა ძალა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო. აი ეს არის დონალდ ტრამპის ისტორია იმ წლებში და ეს წიგნი ერთ-ერთი ბესტსელერი გახდა და ძალიან კარგადაც გაიყიდა. უკვე იმ წლებში დონალდ ტრამპს გაუჩნდა გარკვეული პოლიტიკური ამბიციებიც. არაფერი იცით რა, როდესაც ყვებით დონალდ ტრამპზე, სულ და როდესაც უყურებდი ფილმებს მასზე, ვკითხულობდი წიგნებს, სტატიებს, აი ხვდები, რომ არასოდეს არაფერი არ იყო საკმარისი ამ ადამიანისთვის. რისთვისაც არ უნდა მიეღწია, არ იყო საკმარისი. ერთი Trump Tower-ი, დაბრუნება მილიარდერების კლუბში არ იყო საკმარისი. გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. იქამდე 99-18 წლამდე დონალდ ტრამპი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. და 99 წელს ტრამპი გამოვიდა რესპუბლიკური პარტიიდან და შევიდა ეგრეთ წოდებული რეფორმების პარტიაში, რათა გამხდარიყო ამ პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაინც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ხვდებოდა რომ შანსები რომ გამხდარიყო მსხვილი პარტიის, ანუ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, მაინც ამის იმედი არ ქონდა. მაგრამ რატომღაც ჩათვალა რომ აი გეჭირო ეყარა როგორც მესამე ძალის, იმიტომ რომ ტრადიციულად ძირითადი კონკურენტები ამერიკულ არჩევნებზე არიან დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მაინც არ ქონდა და ამიტომ გადაწყვიტა რომ აი ამ პარტიის კანდიდატად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. არ ქონდა დიდი შანსები, მაგრამ მაინც ესე გადაწყვიტა. რამდენიმე პრაიმერისი მოიგო, ანუ წინა არჩევნები, შიდა პარტიული არჩევნები. სხვათა შორის მაშინ იგი ამბობდა, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტი გამარჯვების შემთხვევაში გახდებოდა ძალიან ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ოფრა უინფრი. იგი ასევე ამბობდა, რომ მის კაბინეტში იმუშავებდნენ კოლინ პაუელი და ჯონ მაკეინი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მოკლედ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ დონალდ ტრამპი მაინც მიხვდა იმას, რომ არანაირი შანსი არ ქონდა მოგების, გამოვიდა საარჩევნო კამპანიიდან და გამოვიდა რეფორმების პარტიიდანაც. მაგრამ ამბიცია არსად არ წასულა და ამიტომ ეთქობა იფიქრა, აი სად, აი როგორ უნდა დავიკმაყოფილო ეს ამბიცია და გადაწყვიტა, რომ გახდეს ძალიან ცნობილი ადამიანი, აი ესეთი ეროვნული ვარსკვლავი სელებრიტი. და როგორ უნდა გაეკეთებინა ეს? მედიის საშუალებით. იმ წლებში ჯერ ესეთი ტრამპი გახდა, ტრამპმა იყიდა ლიცენზია ძალიან პოპულარული კონკურსის მის სამყარო. არის მის მსოფლიო, მის სამყარო. აი მის სამყაროს დირექტორი, ფლობელი, ლიცენზიის ფლობელი გახდა დონალდ ტრამპი. გარდა ამისა, უკვე 2003 წელს დონალდ ტრამპი გახდა ახალი რეალიტი შოუს წამყვანი, რომელიც გახდა სუპერ პოპულარული. ამ ტელეშოუს, რეალიტი შოუს ერქვა Apprentice. შეგირდი, მოწაფე, კანდიდატი, როგორც გინდათ, ისე დავარქვათ. შემდეგ ეს ლიცენზია აი ამ რეალიტი შოუსი გაიყიდა, მე მინახავს მაგალითად ლონდონში. რაში მდგომარეობდა ეს რეალიტი შოუ? ტრამპი იყო მთავარი წამყვანი და როგორც წარმატებული ბიზნესმენი და მილიარდერი, ის ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ახალგაზრდა ბიზნესმენების ბედი. ანუ ახალგაზრდა ბიზნესმენები მოდიოდნენ ამ რეალიტი შოუში, რაღაც გარკვეული რიცხვი თავიდან არჩევდნენ მათ და სთავაზობდნენ სხვადასხვა ბიზნეს პროექტებს. თუ ტრამპი ჩათვლიდა, რომ ეს გარდა ამისა, ტრამპი, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, აძლევდა სხვადასხვა ბიზნეს დავალებას.
თუ ეს მონაწილეები კარგად ასრულებდნენ ამ დავალებას, ან საინტერესო ბიზნეს წინადადებებს თავაზობდნენ, გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე. თუ არა, მაშინ ტრამპი ამბობდა ფრაზას, რომელიც ვირუსული გახდა იმ წლებში, ეს იყო you are fired. ანუ თქვენ გათავისუფლებული ხართ. აი ამას ეუბნებოდა და გადიოდნენ ესე იგი ამ შოუდან. შემდეგ რჩებოდა ერთი ადამიანი, გამარჯვებული. ამ რეალიტი შოუს ჰქონდა 13 სეზონი. სუპერ წარმატებული NBC-ზე გადიოდა. უკვე მეორე სეზონიდან ტრამპის ხელფასი შეადგენდა $3 მილიონ ერთ სერიაში. უზარმაზარი ესე იგი ხელფასი ჰქონდა ამ რეალიტი შოუდან, მაგრამ თავარი რაც მოიპოვა დონალდ ტრამპმა, ეს იყო პოპულარობა. დონალდ ტრამპს შოუ იყო პოპულარული. ყველა უყურებდა ტელევიზორს, ჯერ კიდევ მაშინ ტელევიზორს და არა სოციმედიას უფრო მეტად და ყველა ცნობდა ტრამპს. ტრამპი გახდა ბრენდი, სადაც იყო ტრამპ ტაუერი, ტრამპ ბარი, ტრამპი ახდა, ტრამპ ავიაკომპანია, მაგრამ ტრამპი როგორც ეპრენტისის ხელმძღვანელი და მთავარი წამყვანი გახდა ამერიკული ვარსკვლავი, სელებრიტი, ყველგან ცნობდნენ. ეს იყო ზუსტად ის, რაც ტრამპს ესე უნდოდა და ესე აინტერესებდა. მაგრამ არ ავიწყდებოდა საკუთარი ძირითადი ბიზნესი, სახლების, ოტელების მშენებლობა, სხვა ბიზნესები. არ ავიწყდებოდა ტრამპ ტაუერი, მისი პირველი წარმატებული პროექტი და ეს იდეა, რომ ბევრი ტრამპ ტაუერი გაჩენილიყო არა მარტო ამერიკაში, არამედ საზღვარგარეთ, სულ ესე იგი ფიქრობდა ამაზე. ალბათ გახსოვთ, რომ ტრამპ ტაუერის აშენების იდეა და პროექტი საქართველოშიც არსებობდა. ზუსტად ამ პროექტით ტრამპი ჩამოვიდა საქართველოში 2012 წლის აპრილში. და ეს იყო მომენტი, როდესაც მე როგორც ჟურნალისტი, Reuters კორესპონდენტი შევხვდი დონალდ ტრამპს და მქონდა მოკლე ინტერვიუ. პროექტი მდგომარეობდა ტრამპ ტაუერის გულისხმობდა ტრამპ ტაუერის მშენებლობას როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. თლიანობაში 2 ტაუერის მშენებლობა ინვესტიცია უნდა ყოფილიყო დაახლოებით $250 მილიონი. მაგრამ საინტერესო მომენტი ამ შემთხვევაში მდგომარეობდა იმაში, რომ ტრამპი კი არ დებდა ინვესტიციას და ფულს ამ პროექტში. ტრამპი ყიდდა მხოლოდ თავის ბრენდს, თავის სახელს, Trump Towers. ინვესტიციებს დებდნენ სხვა ინვესტორები, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი ინვესტორი და პარტნიორი ყავდა. როგორ გითხრათ, რომ ძალიან ისეთი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ შეხვედრის შემდეგ არ ვიყავი, რაღაც კომენტარი გააკეთა ინტერვიუს დაწყებამდე ჩემ გარეგნობასთან დაკავშირებით, ცუდი ტონალობა მისცა მთლიანობაში ინტერვიუს. ხო, მაშინ არც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ვესაუბრებოდი. მოკლედ, როგორც იცით, ეს პროექტი არ განხორციელდა, არც თბილისში და არც ბათუმში Trump Tower-ი არ აშენდა, მაგრამ აშენდა ბაქოში, აშენდა სხვა ქვეყნებში და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო ის, რომ Trump-ს ძალიან უნდოდა Trump Tower-ის აშენება რუსეთში. 2013 წელს, ანუ საქართველოში იყო 12-ში, 13 წელს იგი გაემგზავრა მოსკოვში, რადგან მოსკოვში ტარდებოდა მის სამყარო, ეს კონკურსი. მაშინ მისი პარტნიორები ამ კონკურსის რუსეთში იყვნენ აგალაროვები. ჩვენ სხვათა შორის წინა ეპიზოდში ვახსენეთ ეს ოჯახი, ეს გვარი, არაზ და ემინ აგალაროვები, აზერბაიჯანელები, რომლებიც უკვე წლებია ცხოვრობენ მოსკოვში, ფლობენ სხვადასხვა ბიზნესებს, ერთ-ერთი არის ეს Crocus City, სადაც წელს მოხდა საშინელი ტერაქტი,
გასართობი და სავაჭრო ცენტრი და არა მარტო ბევრი ბიზნესები აქვს. მოკლედ 2013-ში ემინი და არა საგალაროები იყვნენ ტრამპის პარტნიორები აი ამ მის სამყაროს კონკურსის ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას. ამიტომ შეხვდნენ ზუსტად მაშინ ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს დიდი იმედი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის და თქვა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ ის და ვლადიმერ პუტინი დამეგობრდებიან. ამ ისტორიას ეხება გაგრძელება, როგორ დამეგობრდნენ, ესე იგი პუტინი და ტრამპი. ყველაფერი სხვათა შორის იმით დასრულდა, რომ მათი შეხვედრა 2013-ში არ შედგა პუტინის და ტრამპის. მის სამყარო კონკურსმა ჩაიარა გადასარევად ემი ნაგალაროვმა, რომელიც მღერის, გარდა იმისა, რომ ბიზნესით არის დაკავებული, სიმღერა უკვე წერს, სიმღერებს ღერის, კლიპიც კი გადაიღო. სადაც მონაწილეობენ მის სამყაროს, ესე იგი მონაწილეები, ქალები და ბოლო ფინალურ კადრში ტრამპიც კი, ესე იგი მონაწილეობს აი ამ მუსიკალურ კლიპში. Emin, wake up. Come on. What's wrong with you? What's wrong with you, Emin? Emin, let's get with it. You're always late. You're just another pretty face. I'm really tired of you. You're fired. მაგრამ ტრამპ ტაუერი მოსკოვში არ აშენდა. უკვე იმ წლებში, ეს არის 2013, 14, 15 წელი, ტრამპი ვერ ივიწყებს თავის მთავარ ამბიციას. არის წარმატებული ბიზნესმენი, არის მილიარდერი, არის ძალიან ცნობილი ადამიანი, მას ცნობენ. უკვე გაეყარა თავის მეორე ცოლსაც, ივანას მერე მოიყვანა კიდევ ერთი ცოლი, მსახიობი, რომელიც ივანასგან განსხვავებით, სხვათა შორის, იყო ისეთი დიასახლისი. ანუ ივანა მონაწილეობდა ბიზნესში, ახმარებოდა ტრამპს, რაღაცა ბიზნეს რჩევებს აძლევდა. მეორე მეუღლე იყო ქალი, მეუღლე, რომელიც მას ელოდებოდა ყოველდღე ცხელი ვახშმით და მხოლოდ უსმენდა, მაგრამ იქაც მაინც და მაინც ესე იგი, რაღაცნაირად არ წავიდა კარგად საქმე და შემდეგ მოიყვანა მესამე ცოლი, უკვე რომელიც დღემდე ყავს, მელანია, ყოფილი მოდელი სლოვენიიდან. ისიც იმიგრანტი. ძალიან საინტერესოა ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, რომ ტრამპი, რომელიც არის გერმანელი იმიგრანტის ოჯახიდან, მისი ორი ცოლი არიან იმიგრანტები სხვა ქვეყნებიდან ამერიკაში, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, საუბრობს იმიგრაციის პრობლემაზე და ყველა პრობლემაში, რომელიც არსებობს და თუ არსებობს და არსებობს ნამდვილად ამერიკაში, ეს არის ეკონომიკური პრობლემა, კრიმინალური პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა, ყველაფერში ადანაშაულებს ემიგრანტებს. მოკლედ 2015 წლისთვის ტრამპი, რომელსაც აწუხებს კიდევ უფრო დიდი ამბიცია, ფიქრობს იმაზე, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. და 2015 წელს ტრამპ ტაუერში, ესე ჩამოდის თავის ოქროსფერ, თვალის შეიძლება ოქროსგან არის ის ესკალატორი, გამოაცხადებს, რომ გადაწყვიტავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. როდესაც ტრამპმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ იყაროს კენჭი და გახდეს ამერიკის პრეზიდენტი, მან თქვა შემდეგი: მე ვიქნები ყველაზე დიდი პრეზიდენტი, რომელიც ღმერთმა შექმნა. გამოაცხადა ტრამპმა ტრამპ ტაუერში. შემდეგ მისი პროგრამა გულისხმობდა იმას, რომ იგი შეხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან და რა ვიცი, ყველაფერი გადასარევად იქნებოდა, ესე იგი. მთავარი სლოგანი, რომელიც ჰქონდა მის კამპანიას, იყო დაუბრუნოთ ამერიკას დიდება. დღესაც, როდესაც დონალდ ტრამპი ისე მოგვევლინა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს რჩება მის მთავარ, ესე იგი, სლოგანად დაუბრუნოთ ამერიკას
მდიდება. მისი კონკურენტები რესპუბლიკურ პარტიაში, რა ვიცი, სერიოზული პოლიტიკოსები იყვნენ, ისეთები როგორც იყო ტედ კრუზი, მარკ რუბიო, სხვები. რაც შეეხება დემოკრატებს, ჯერ მიდიოდა პრაიმერის პროცესი, ანუ შიდა პარტიული არჩევნები, რათა პარტიებს გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა ერთი კანდიდატი და მიუხედავად იმისა, რომ არც რესპუბლიკელებს, არც დემოკრატებს, არც ამომრჩევლებს, არც ჯეროდათ ვერც წარმოედგინათ, რომ დონალდ ტრამპი შეიძლება გახდეს პრეზიდენტი კი არა, პრეზიდენტობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი იგებდა შტატიდან შტატში, გადადიოდა, ესე იგი, გამარჯვებით აი ამ პრაიმერის პროცესში და უგებდა ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ტრამპი არის აი უკიდურესი პოპულისტი, რომელიც ყოველთვის ამბობს იმას, რისი მოსმენაც სურს რიგით ამომრჩეველს. და ამას ამბობს ძალიან პირდაპირ, დაუფარავად, ანუ ის ენა, რომელსაც იყენებენ ესეთი გამოცდილი პოლიტიკოსები, მისთვის აბსოლუტურად უცხოა. აი, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. უამრავი მაგალითია ამისი. მიუხედავად იმისა, რომ იმ კამპანიის დროს ტრამპმა უკვე როდესაც გახდა კანდიდატი და დემოკრატების კანდიდატი გახდა ჰილარი კლინტონი, ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მან არაერთი აბსოლუტურად მიუღებელი ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, საუბრობდა მიგრანტებზე, განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან და იმაზე, რომ ეს ყველა ადამიანი უნდა გააძევონ ამერიკიდან, აკეთებდა ძალიან მძიმე და უხამსო და მიზოგინურ განცხადებებს ქალებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, გახდა კანდიდატი, მივიდა არჩევნებამდე. სხვათა შორის კიდევ ერთი მომენტი, მან ისეთი საინტერესო შეიძლება ითქვას კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ვეტერანზე, ომის და პარტიის და ომის ვეტერანზე, ჯონ მაკეინზე. მან თქვა, ის ომის გმირი იყო, რადგან ტყვედ ჩავარდა. მე კი მომწონს ადამიანები, რომლებსაც ტყვედ არ იყვანენ. აი ესეთი ირონიით, ესე იგი, ირონიული განცხადება გააკეთა ჯონ მაკეინზე, ძალიან გამოცდილ რესპუბლიკელზე და პოლიტიკოსზე. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ ესეთ განცხადებას აკეთებდა, ქსენოფობურს, რასისტულ განცხადებას და ასე შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ამბობდა აი ამ კამპანიის დროს და პირდებოდა ამომრჩევლებს, რადგან მთავარი, ესე იგი, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ეძღვნებოდა იმიგრაციის და მიგრანტების პრობლემას, მან დაპირდა ამერიკელებს, რომ ააშენებდა კედელს ამერიკასა და მექსიკას შორის. Build the wall. თავიდან ისევ, რაღაცა ხუმრობა ეგონათ ადამიანებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ტრამპი არ ხუმრობდა. 2015 წლის მარტში ძალიან დიდი სკანდალი მოყვა ჰილარი კლინტონის ელექტრონული პოსტის საკითხს და რაში იყო საქმე, ახლა აგიხსნით. ანუ აღმოჩნდა და მე როგორც აღმოჩნდება ეს ამ ინფორმაციამ გაჟონა რუსი ჰაკერების დახმარებით, ეს არის დადგენილი ფაქტი. აღმოჩნდა, რომ ჰილარი კლინტონი იმ პერიოდში, როდესაც იყო სახელმწიფო მდივანი, იყენებდა პირად ელექტრონულ პოსტას იმისთვის, რომ ისეთ სამსახურეობრივი მიმოწერისთვის, რაც არის დაუშვებელი და აკრძალული. დაიწყო გამოძიება, მაგრამ მაინც გამოძიებამ ვერ დაუმტკიცა და ვერ დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად ესე იყო, აი აქ დანაშაულის კვალი არ იყო, ამიტომ გამოძიება დასრულდა, მაგრამ ამან ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ჰილარი კლინტონის კამპანიას.
მიუხედავად ამისა, მაინც არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მაინც უმრავლესობას ეგონა, რომ ჰილარი კლინტონი ადვილად მოიგებს ამ არჩევნებს. 2016 წლის 8 ნოემბერს შედგა საპრეზიდენტო არჩევნები. და არჩევნების შედეგები აღმოჩნდა შოკი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მთელს მსოფლიოში. ამერიკის 45 პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. საქმე ის არის, რომ ამერიკაში არის ძალიან საკმაოდ რთული, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის გასაგებად რთული საარჩევნო სისტემა, იქ ადამიანები აძლევენ ხმას, მაგრამ ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული საარჩევნო კოლეგიები და ყველა შტატს ყავს ესეთი საარჩევნო კოლეგია, სხვადასხვა რიცხვია საარჩევნო კოლეგიების წევრები სხვადასხვა შტატებში. აი ამ საარჩევნო კოლეგიების წევრების ხმებმა მოაგებინეს დონალდ ტრამპს არჩევნები. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ნამდვილად, იმიტომაც იყო შოკი, იმიტომ რომ ადამიანი, რომლის გადაწყვეტილება რომ გახდეს პრეზიდენტი, თავიდან აღიქვეს როგორც გითხარით, როგორც ხუმრობა, მაგრამ შემდეგ მოუგო ყველა დანარჩენ კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან და ბოლოს კი მოუგო ჰილარი კლინტონს, გამოცდილ პოლიტიკოსს და ძალიან ცნობილ ადამიანს ამერიკაში, მაგრამ 2017 წლის 20 იანვარს გაიმართა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და პირველი განკარგულება, რომელსაც მან მოაწერა ხელი, იყო განკარგულება, რომელიც ეხებოდა ობამა ქეარის გაუქმებას. ობამა ქეარ ეს არის რეფორმა, რომელიც გაატარა წინა ტრამპამდე პრეზიდენტმა ობამამ და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ ეს სისტემა უნდა გაუქმდეს, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვერც გააუქმებს ამ სისტემას და ვერაფერს ვერ შესთავაზებს ამერიკელებს უკეთესს. ამიტომ დღემდე პრინციპში ამერიკაში მოქმედებს ეს ობამა ქეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პირველი განკარგულება, რომელსაც ხელი მოაწერა, ზუსტად ამ სისტემის გაუქმება იყო. ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება იმას, რომ პირველი რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა, როდესაც შევიდა ოვალურ კაბინეტში, მან დააბრუნა უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი და ეს ბიუსტი ადრეც იდგა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ შეცვალა ეს ბიუსტი აბრაამ ლინკოლნის და მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტებით. მარტინ ლუთერ კინგი და აბრაამ ლინკოლნი წავიდნენ დასასვენებლად და კაბინეტში დაბრუნდა უინსტონ ჩერჩილი. ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გააკეთა, ან არ გააკეთა დონალდ ტრამპმა თავისი 4 წლიანი პრეზიდენტობის დროს. მთელი გრძელი, ესე იგი, სიამაყ რა მოხდა ამ წლებში. ჟურნალისტებმა ძალიან რესპექტაბელური და სერიოზული გამომცემებიდან და გაზეთებიდან, Washington Post-დან, New York Times-დან დათვალეს, როდესაც დასრულდა მისი საპრეზიდენტო ვადა, რამდენი განცხადება გააკეთა ტრამპმა, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ანუ რამდენი ტყუილი თქვა. 30,000 განცხადება, რომელიც ფაქტობრივად არის დადგენილი ეს ინფორმაცია, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, უბრალოდ იტყუებოდა. გარდა ამისა, არაფერი არ გაუკეთებია ტრამპს, რათა ესე იგი გამოძიება ყოფილიყო რუსეთის ჩართულობაზე საარჩევნო კამპანიაში და ჰაკერების და ტროლების რუსული ტროლების ფაბრიკების მონაწილეობა ამერიკულ წინასაარჩევნო კამპანიაში. უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა სასამართლო სისტემაში, საქმე ის არის, რომ პრეზიდენტმა ობამამ ძალიან ბევრი ვაკანტური ადგილი დატოვა მოსამართლეების ადგილებზე. ამ ბევრი ადგილი იყო ვაკანტური. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო დონალდ ტრამპმა,
დემოკრატები ძალიან ინანიებდნენ ამას, მაგრამ რაც გააკეთა ტრამპმა, დანიშნა ახალი მოსამართლეები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაზე, არაფერი არ არის იდეალური ნამდვილად. ამიტომ მოსამართლეები, რომელიც დანიშნა ტრამპმა და ბევრი მათგანი ინიშნება სამუდამოდ, გარკვეულწილად ბევრი მათგანი იყო ლოიალური. ეს იყო მნიშვნელოვანი რამ მისთვის და ზოგადად ამერიკის სასამართლო სისტემისთვის. ესე იგი, მოდით განვიხილოთ საკითხი კედლის. მოგახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი, რასაც ამბობდა ტრამპი, საუბრობდა მიგრაციის პრობლემებზე და საუბრობდა იმის აუცილებლობაზე, რომ უნდა აშენდეს კედელი ამერიკასა და მექსიკას შორის. ამბობდა, რომ ძირითადად მიგრანტები, არალეგალური მიგრანტები შემოდიან ამერიკაში მექსიკიდან, საუბრობდა და საუბრობს დღემდეც, როდესაც დონალდ ტრამპი არის უკვე ისევ არის პრეზიდენტობის კანდიდატი, საუბრობს იმაზე, რომ ყველა პრობლემა არის გამოწვეული აი ამ არალეგალური მიგრანტებით და მათ შემოაქვთ ყველაფერი ცუდი ქვეყანაში. ამიტომ გახდა პრეზიდენტი და რასაკვირველია, ერთ-ერთი ისევ პირველი გადაწყვეტილება იყო კედლის მშენებლობა. მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის ის, რომ დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ამ კედელს ააშენებდა მექსიკა საკუთარი ხარჯით. მექსიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რა სისულელე არის, არც კედელი არ გჭირდებოდა, არც ფული გვაქვს, რომ კედელი ავაშენოთ. ამიტომ მოხდა ისე, რომ კედელი უნდა აეშენებინა ამერიკას, მაგრამ ამას ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივია დემოკრატები კონგრესში. მოკლედ, ისე გართულდა საქმე, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კედელი უნდა ავაშენოთ, რაღაცა გარკვეული ნაწილი კედლის უკვე არსებობდა. გარკვეული ნაწილი საზღვარზე იყო გამაგრებული, მაგრამ მაინც აქ იყო მასიურ ბეტონის დიდ კედელზე საუბარი. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ კონგრესმა უარი თქვა კედლის მშენებლობაზე ამერიკასა და მექსიკას შორის. ამიტომ 2018 წლის ბოლოდან 2019 წლის 25 იანვრამდე მოხდა უპრეცედენტო და ყველაზე გრძელი ეგრეთ წოდებული შატდაუნი ამერიკის ისტორიაში. რა არის ეს მთავრობის შატდაუნი? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩდება ქვეყანაში ეს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტსა და კონგრესს შორის, ან საკითხები, რომლებსაც ერთად უნისონში ვერ წყვეტენ, ამ შემთხვევაში ხდება მთავრობის შატდაუნი და სახელმწიფო მოხელეები ვერ იღებენ ხელფასს. ანუ ბიუჯეტი ჩერდება, ვერ გასცემენ ხელფასებს. ანუ გამოდის, რომ 35 დღის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეები ვერ იღებდნენ ესე იგი ხელფასს, რაც სერიოზული კრიზისი იყო ამერიკის ეკონომიკისთვის, ეს იყო პოლიტიკური კრიზისიც. მოკლედ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ შატდაუნი დასრულდა 35 დღის შემდეგ და ნაწილი კედლის რაღაცნაირად აშენდა, მაგრამ ეს არ იყო ის გრანდიოზული კედელი, რომელზეც საუბრობდა ტრამპი. კიდევ ერთი მისია ეს ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა გულისხმობდა იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, იმიგრანტი, რომელიც წლების და წლების განმავლობაში უკვე ცხოვრობდა ამერიკაში, უცებ აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ, რომ მათ ისევ გააგზავნიან საკუთარ ქვეყნებში. ესეც მოხდა, მართლაც ბევრი ადამიანი, რომელმაც უკვე წლები გაატარა ამერიკაში, სრული ადაპტაცია მოახდინა ამ ქვეყანაში, იძულებული გახდა ძალით დააბრუნეს თავის ქვეყნებში. იქ იყო უამრავი უმძიმესი ისტორია, როდესაც ბავშვებს, ესე იგი, ართმევდნენ ოჯახებს, 5000 ბავშვზე იყო ლაპარაკი, 7 ბავშვი დაიღუპა. უმძიმეს ამბებზე საუბრობთ. 2019 წელს ყველაფერს ჰქონდა ეტყობა საზღვარი კონგრესში დემოკრატები სპიკერი ნენსი პელოსი ალბათ გაგიგიათ ეს ქალი რომელიც ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო და არის დონალდ ტრამპის
2019 წელს გადაწყდა, რომ ესე იგი დონალდ ტრამპს გამოუცხადონ იმპიჩმენტი. იმპიჩმენტის მიზეზი და საფუძველი, რომ ტრამპისთვის გამოეცხადათ იმპიჩმენტი, იყო მისი ზარი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც აი ამ საუბრის დროს დონალდ ტრამპმა მოთხოვა ზელენსკის, რომ დაეწყოთ გამოძიება დონალდ ტრამპის შვილის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ეპიზოდში, რომელიც ეძღვნება ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ გნებავთ შეგიძლიათ ნახოთ ეს ეპიზოდი, რაზე იყო იქ საუბარი, მაგრამ ეს ისეთი სერიოზული პოლიტიკური ამბავი იყო და ამიტომ იყო საფუძველი, რომ პრეზიდენტისთვის გამოეცხადებინათ იმპიჩმენტი. მაგრამ მაინც ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სენატმა არ დაუჭირა მხარი იმპიჩმენტის გამოცხადებას და ესე ვთქვათ დონალდ ტრამპი გადარჩა. დადგა 2020 წელი და მსოფლიოში დაიწყო კორონავირუსის COVID-ის პანდემია. ხელშეუხლით რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკაში არც თუ ისე ცუდად მიდიოდა საქმე, იყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არც საკმაოდ დაბალი ინფლაცია, ანუ ის, რასაც დღეს ამტკიცებს კამალა ჰარისი, მთლად ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს. ეკონომიკური თვალსაზრისით არც თუ ისე ცუდად მიდიოდა საქმე, მაგრამ 2020 წელს დაიწყო პანდემია და აი შატდაუნი სად იყო, როდესაც მთელი მსოფლიო, მთელი პლანეტა და შატდაუნდა და გაჩერდა. მაგრამ აქაც ტრამპმა აი გამოიჩინა თავისი ესეთი საინტერესო ექსტრავაგანტულობა, იმიტომ რომ საუბრობდა იმაზე, რომ ეს საერთოდ არ ჯეროდა ამ პანდემიის, ნუ ყველაფერში მე როდესაც დაიჯერა, ყველაფერში ადანაშაულებდა ჩინეთს და ამბობდა, რომ ჩინეთმა სპეციალურად გაავრცელა ეს ვირუსი. შემდეგ გამოდიოდა ნიღბების წინააღმდეგ, დემონსტრატიულად ესე იგი არ ატარებდა ნიღაბს. იქ იყო ეპიზოდი, როდესაც მან საერთოდ უგუნურ რაღაცა თქვა, რომ მაგალითად რა ვიცი, ლამის დომესტოსი უნდა დაელია ხალხს იმისთვის, რომ არ დამართნოდათ COVID-ი, წარმოუდგენელ სერიოზულად საუბრობდა ამაზე. შემდეგ კი უარყოფდა ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ნამდვილად თქვა. გარდა ამისა, ტრამპი გამოვიდა პარიზის ხელშეკრულებიდან, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებებს და გლობალურ დათბობას, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. გარდა ამისა, იგი გამოვიდა ირანთან ბირთვული ხელშეკრულებიდან, დაიწყო სავაჭრო ომები ჩინეთთან, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია დონალდ ტრამპი. არ ვიცი, აი ბევრი რამ გააკეთა, რამაც სერიოზული და ზიანი მიაყენა ამერიკის იმიჯს, პოლიტიკურ იმიჯს პირველ რიგში. კიდევ ერთი ექსტრავაგანტული ნაბიჯი, რომელიც გადადგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის დროს, იყო მისი გადაწყვეტილება, რომ დაუახლოვდეს ჩრდილოეთ კორეას და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, დიქტატორს, კიმ ჩენ ინს. შედგა მათი შეხვედრა, ტრამპი გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელიც ჩამოართვეს, ვითომ ერთად, რა ვიცი, ივახშმეს, უცინოდნენ, უღიმოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად ამისა, არც არაფრით არ დასრულდა ეს ყველაფერი. ორივე ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ აი ეს გაუგებარი ურთიერთობა, რომელიც ჰქონდა ჩრდილოეთ კორეას და ამერიკას წლების განმავლობაში, ეს უნდა დასრულდეს და აწე უნდა ვიმაგობროთ, მაგრამ ყველაფერი დასრულდა არაფრით. კიმ ჩენ ინ დარჩა კიმ ჩენ ინად და დონალდ ტრამპად. დონალდ ტრამპი თვლიდა და თვლის დღემდე ამას ამბობს უკვე ახალი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ ამერიკა არ უნდა იყოს ყველაზე დიდი კონტრიბიუტორი ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში. ის ამბობს, რომ ევროპამ უნდა ზუსტად ისევე კონტრიბუცია გააკეთოს ნატოში, როგორც ამერიკამ კიდევ უფრო ნაკლები. უკრაინაში ომის ფონზე
დღეს უკვე ის ამტკიცებს, რომ ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ამიტომ მათ ბევრად უფრო დიდი ფინანსები უნდა ჩადონ ამ ალიანსში, ბევრად უფრო მეტი ვიდრე ამერიკა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მისი ყოფილი თანამშრომელი, ანუ ისინი, ვინც მუშაობდა მის ადმინისტრაციაში, ვინც თავისი ნებით დატოვა საკუთარი თანამდებობა, ან ტრამპმა გაუშვა, შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, როგორი არასერიოზული პრეზიდენტი იყო ტრამპი. He's a fucking idiot. He's just a fucking idiot. ანუ საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან ხშირად ოვალურ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტის კაბინეტში მოდიოდა ხალხი, რომელიც პრინციპში იქ არ უნდა ყოფილიყო, თავისუფლად მოდიოდნენ. ის საუბრობდა ძალიან სერიოზულ საკითხებზე, ღიად იმ სიტუაციაში, როდესაც პირიქით იქ უნდა ყოფილიყო გარკვეული წრე ადამიანების, იმიტომ რომ უშიშროების საკითხებს ეხებოდა. ძალიან ხშირად ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ხშირად ის უბრალოდ არ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, აი არ მუშაობდა როგორც პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრეზიდენტობა ისეთი სერიოზული სამსახურია. რაღაცა გარკვეული მოვალეობები გაქვს ყოველდღიურად, რაც უნდა შეასრულო. ტრამპმა კი ამ პოსტზეც გააგრძელა აი რაღაცა ის ცხოვრების ის წესი, რომელიც იქამდე ქონდა. ბევრი მისი კრიტიკოსი და არა მარტო ისინი, ვინც თავიდანვე იყო მისი კრიტიკოსი, არა მარტო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, არამედ ისინი, ვინც მის გუნდში შედიოდა, მის აპარატში, მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, საუბრობდნენ ტრამპზე, როგორც ადამიანზე, რომელიც არასოდეს არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს, ძალიან არ უყვარს ბოდიშის მოხდა და ძალიან მძიმე განცხადებებზეც კი. ესე მივედით 2020 წლის ნოემბრამდე, როდესაც შედგა ახალი არჩევნები. უნებრივია, რომ ეს ტრადიციულად ხდება, მოქმედი პრეზიდენტი იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ხშირ შემთხვევაში ამერიკის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტს მეორე ვადით ირჩევენ. მაგრამ ამჯერზე მოხდა სხვანაირად. 20 წლის ნოემბერში შედგა არჩევნები და ტრამპის მეტოქე, მთავარი კონკურენტი დემოკრატიული პარტიიდან იყო ჯო ბაიდენი. ჯო ბაიდენი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, ვეტერანი პოლიტიკოსი. ჩვენ გქონდა ეპიზოდი ჯო ბაიდენზე, თუ არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ, ამიტომ ჯო ბაიდენზე არ გავჩერდები, ვიტყვი ერთ რამეს. სამწუხაროდ ბოლო წლებში, იმის მერე რაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა და გახდა პრეზიდენტი, აღარავის აღარ ახსოვს როგორი პოლიტიკოსი იყო ჯო ბაიდენი, რა გზა გაიარა მან, რა ბიოგრაფია აქვს. ყველა უკვე მსჯელობს ჯო ბაიდენზე როგორც ძალიან ხანში შესულ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ დემენციის პრობლემები აქვს, ნამდვილად უჭირს აზროვნებაც უჭირს, გადაადგილებაც უჭირს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. ჯო ბაიდენი, როდესაც გახდა პრეზიდენტი 2020 წლის ნოემბერში, იგი იყო 78 წლის. ეს ჯო ბაიდენი გახდა ყველაზე ასაკში შესული, ყველაზე ბებერი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. იქამდე ყველაზე ესეთი ასაკოვანი პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი, კიდევ ერთი ცნობილი რესპუბლიკელი, რომელსაც ძალიან ხშირად მოიხსენიებს დონალდ ტრამპი. მაგრამ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპი არის პრეზიდენტობის კანდიდატი, დღეს დონალდ ტრამპია 78 წლის. ეს ბევრს არ უნდა დაავიწყდეს და პირველ რიგში თვითონ დონალდ ტრამპს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დასცინოდა და დასცინის ჯო ბაიდენს ზუსტად ასაკის და მისი მდგომარეობის გამო. 2021 წლის 6 იანვარს ამერიკაში, ვაშინგტონში უნდა გამართულიყო ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია, რომელსაც სხვადასხვა დონალდ ტრამპი არც დაესწრო. ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა
ამერიკის ისტორიაში პირიქით კონკურენტები ულოცავენ ერთმანეთს გამარჯვებას, ესწრებიან ინაუგურაციას, ხელსართმევენ. დონალდ ტრამპის შემთხვევაში ესე არ მოხდა, მაგრამ გარდა ამისა, ვაშინგტონში განვითარდა ძალიან მძიმე მოვლენები. დონალდ ტრამპი გამოვიდა განცხადებით, სადაც ამბობდა, რომ მას წაართვეს ხმები, არჩევნები იყო ფალსიფიცირებული. და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მოუწოდა თავის ამომრჩევლებს, რომ არ დაემორჩილონ იმ შედეგს, რომელიც გამოაცხადეს. უმძიმესი ამბები განვითარდა, დიდი რაოდენობა ხალხის მივარდა კაპიტოლიუმზე, ესე იგი, სადაც არის კონგრესის შენობა, შევარდნენ კონგრესის შენობაში. იქ ეს კადრები თქვენ ყველას ნანახი გაქვთ. იქ დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, პოლიციელი, რომელიც იცავდა ამ შენობას, მაგრამ მაინც ხალხმა გაარღვია ეს პოლიციელების კორდონში შევიდნენ შენობაში, შევარდნენ შენობაში. დონალდ ტრამპი იყო ჩუმად და უყურებდა ამ მოვლენებს 187 წუთის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას მოუწოდებდნენ ესეთი განცხადება გაეკეთებინა მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, პირველ რიგში მისი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მაიკ პენსმა სხვათა შორის ტრამპისგან განსხვავებით განაცხადა, რომ უნდა აღიარონ არჩევნების შედეგები და მაიკ პენსისთვის ეს შეტრიალდა ძალიან ცუდად იმ დღეს, რადგან ეს ხალხი, ეს გააფთრებული, ესე იგი, მონაწილეები აი ამ აქციის, ყვიროდნენ ჩამოვახჩოთ პენსი. ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეს კონგრესში იმყოფებოდნენ, მოხდა მათი სასწრაფო ევაკუაცია. მისი დონალდ ტრამპის საკუთარი ქალიშვილი ივანკა მოუწოდებდა და სთხოვდა, რომ გააკეთოს განცხადება და გააჩეროს ეს ხალხი. მოკლედ 187 წუთის განმავლობაში დონალდ ტრამპი იყო ჩუმად, მაგრამ შემდეგ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და უნდა დასრულდეს. 5 ადამიანი დაიღუპა აი ამ მოვლენების დროს. აი ესე დასრულდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა და შემდეგი პრეზიდენტი გახდა ჯო ბაიდენი. ამ 4 წლის განმავლობაში, რაც დონალდ ტრამპი აღარ არის პრეზიდენტი, იგი დაბრუნდა ტრამპ თაუერში, მელანიასთან და ბარონთან ერთად. არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ, კიდე იქ იყო მეორე იმპიჩმენტის მცდელობა, რომელიც ასევე ჩავარდა. სხვადასხვა საკითხზე. იქ იყო, როგორც გითხარით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 2021 წლის 6 იანვარს. გარდა ამისა, ეს ეხება დოკუმენტებს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა დონალდ ტრამპი სერიოზულ სახელმწიფო დოკუმენტებზეა საუბარი, რომელსაც დონალდ ტრამპი ინახავდა თავის ერთ-ერთ სახლში, თავის გოლფ კლუბის რეზიდენციაში, რომელიც არის გოლფ კლუბთან. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ეხება ერთ-ერთი ქალის ბრალდებებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ეხება ეს ქალი ადანაშაულებს ტრამპს სექსუალურ ძალადობაში. საქმე იყო გამოძიებული, იყო არაერთი გადაწყვეტილება. უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მაინც ეს საქმეები რამდენიმე არ არის დასრულებული. ბოლო გადაწყვეტილება პრინციპში, რომელიც მიიღეს, გულისხმობს იმას, რომ განხილვა კიდე გაგრძელდება ნოემბერში, უკვე არჩევნების შემდეგ და არ აქვს მნიშვნელობა, გახდება თუ არა ტრამპი პრეზიდენტი. განხილვა მაინც გაგრძელდება.
მოკლედ ესეთი ამბები ხდებოდა, მაგრამ ტრამპი, რომელიც იყო ძალიან განაწყენებული, ესე იგი, ამერიკაზე, ამერიკელებზე, ყველაზე რომელიც სულ აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს, მის პოლიტიკას, მან არ დაივიწყა და არ დაანება თავი აი ამ ამბიციას, რომ კიდევ ერთი ვადით გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. და ისევ უკვე წელს მან განაცხადა, რომ იყრიდა კენჭს ამ თანამდებობაზე. დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტი, ისევ არის პრეზიდენტობის კანდიდატი. თავიდან მისი კონკურენტი იყო მოქმედი პრეზიდენტი, როგორც გითხარით, ეს არის ესეთი ტრადიცია, რომ პრეზიდენტი ორი ვადით რჩება კაბინეტში, თუ შეუძლია. ამიტომ თავიდან ესე იგი აი ამ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი. გასაგებია, რომ აქაც გაიმართა პრაიმერის, დემოკრატებმა დაასახელეს ჯო ბაიდენი და რესპუბლიკელებმა ისევ დაასახელეს დონალდ ტრამპი. სანამ ჯო ბაიდენი იყო დონალდ ტრამპის კონკურენტი, მაინც პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ჯო ბაიდენს არ აქვს ძლიერი შანსები მოგების. განსაკუთრებით იმის მერე, რაც ივნისში გაიმართა მათი დებატები, უმრავლესობამ აღიარა, რომ ჯო ბაიდენს მინიმალური შანსები აქვს ისევ იქნას არჩეული მეორე ვადით, იმიტომ რომ არ იყო წარმატებული დებატები ბაიდენისთვის. ძალიან ხანში შესული ადამიანი, რომელსაც უჭირს ლაპარაკი, უჭირს ლოგიკური აზროვნება, უჭირს შეკითხვებზე პასუხების გაცემა. იყო, ესე იგი, დონალდ ტრამპის კონკურენტი ამ დებატებზე და მძიმე საყურებელი იყო განსაკუთრებით იმათვის, ვინც მხარს უჭერდა ჯო ბაიდენს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დემოკრატიულ პარტიაშიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა, ჯო ბაიდენი მაინც ამტკიცებდა, რომ არა, იგი გააგრძელებდა მონაწილეობას კამპანიაში და მაინც, ესე იგი, მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. და ივლისში მოხდა ამბავი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. პენსილვანიის შტატში, პენსილვანიის ქალაქ ბატლერში, სადაც დონალდ ტრამპი ხვდებოდა ამომრჩევლებს, მოხდა მკვლელობის მცდელობა. 20 წლის თომას კრუქსმა ესროლა დონალდ ტრამპს. ეს კადრები ჩვენ ყველამ ვიხილეთ. მოხდა საოცრება, რადგან ტყვია მოხდა ტრამპს ყურში. მე არ ვიცი, წამის მე-1000-მა გადაწყვიტა ალბათ ყველაფერი. დონალდ ტრამპი გადარჩა. თომას კრუქსი იქვე ადგილზე გაანადგურეს. სამწუხაროდ დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და ორი ადამიანი დაიჭრა. სხვათა შორის მე ნამდვილად არა ვარ დონალდ ტრამპის მოყვარული, ნამდვილად, მაგრამ იცით რა, უნდა ითქვას, რომ ხო, სიმამაცე გამოიჩინა დონალდ ტრამპმა, 78 წლის ადამიანმა, აი ესეთი შოკის მერე, მოიკრიბა ძალა და ეს კადრები ნამდვილად ნანახი გაქვს. მოკლედ დონალდ ტრამპი გადარჩა და იმ დღეს უკვე პრაქტიკულად ყველა იყო დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპს მოგებული აქვს არჩევნები. ანუ თვითონ ფაქტი, რომ იყოს, რომ მოხდა მკვლელობის მცდელობა, ის თუ როგორ მოიქცა დონალდ ტრამპი, აი ეს ფოტო, რომელიც გავრცელდა და რა ვიცი, ყველა ჟურნალის ყდაზე იყო, აწეული მუშტით, fight. ეს ნამდვილად იყო ძალიან შთამბეჭდავი და აბსოლუტ ფერმკრთალი ბებერი, ძალიან დაბერებული ბაიდენის ფონზე. კი, აბსოლუტურად ყველა ანალიტიკოსი ამბობდა, რომ ტრამპს მოგებული აქვს არჩევნები. მაგრამ სულ ცოტა ხანში ჯო ბაიდენი
ეთყობა დანებდა აი ამ შეთავაზებებს, რომ გამოვიდეს კამპანიიდან და ბაიდენმა გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ამ არჩევნებზე გახდა მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. თუ ვინ არის კამალა ჰარისი, ამაზე მოგიყვებით შემდეგ ეპიზოდში. საინტერესო ქალი, საინტერესო ბიოგრაფიით, შთამბეჭდავი ბიოგრაფიით. დღეს არჩევნებში იღებენ მონაწილეობას დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი. 5 ნოემბერს გადაწყდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის, ესე იგი, ვინაობა. ამას გავიგებთ სულ რაღაცა 50 დღეში თუ უფრო ნაკლებში. ბოლოს რაც მინდა ვთქვა, 2 ეპიზოდია, სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა პირველი დებატები ტრამპსა და კამალა ჰარის შორის. დებატები გაიმართა ABC News ტელეარხზე. თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გადაცემა ამერიკულ ტელევიზიაში, აი ეს საათნახევარი, 2 სარეკლამო ჭრა ჰქონდა აი ამ დებატებს. ვისურვებდი 64-ის რეკლამის გაშვებას, ესე იგი აი ამ 2 ჭრაში, მაგრამ როგორ? მოკლედ, საათნახევარი და შედეგი. რასაკვირველია, ეს დებატები მოიგო კამალა ჰარისმა. ვერ გეტყვით, რომ მოიგო აი რაღაცა უზარმაზარი განსხვავებით და ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ ძალიან მომზადებული იყო, კარგად პასუხობდა შეკითხვებს. ზოგიერთ შემთხვევაში და არაერთ შემთხვევაში არიდებდა თავს ზოგიერთ შეკითხვას, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტი. ტრამპი კი თავის ამბავში. ტრამპი აკეთებდა განცხადებებს, რომელსაც სულ აკეთებს. აი, თავის დროზე, როდესაც მაგალითად საუბრობდა იმაზე, რომ უნდა აშენდეს კედელი ამერიკასა და მექსიკას შორის, ხო? მაშინ კიდე ერთი იდეა გაუჩნდა, ამბობდა, რომ შეიძლება კედელიც ავაშენოთ და გარდა ამისა თხრილი გავაკეთოთო, საზღვრის გასწვრივ და იქ ალიგატორები და გველები გაუშვათ. სერიოზულად ამბობდა ამას. ნუ შემდეგ უკვე ესე იგი ამდენი ალიგატორი და გველი ეთყობა არ იყო და ვერ გააკეთეს, ან ვერ გათხარეს. მაგრამ გარდა ამისა ადამიანი, აი აქაც, აი ამ საათნახევრის განმავლობაში, აიცით როგორ განცხადებებს აკეთებდა უსერიოზულეს საკითხებზე, საიმიგრაციო პოლიტიკა, აბორტების თემა, ტრადიციულად ამერიკაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხი, წლებია პრეზიდენტობის კანდიდატები საუბრობენ ამაზე, რა დამოკიდებულება აქვს. გეცოდინებათ, რომ ამერიკის 20 შტატში აბორტები არის აკრძალული. ტრამპი უჭერს მხარს, მოდით პირდაპირ ვთქვათ, აბორტების აკრძალვას, კამალა ჰარისი პირიქით, როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და როგორც ქალი და საერთოდ როგორც მოაზროვნე ადამიანი, ამბობს, რომ ეს ქალის გადასაწყვეტია რა გაუკეთოს საკუთარ სხეულს. აქ ბევრი დეტალია, ესე იგი, რატომ შეიძლება გაიკეთოს ქალმა აბორტი, ეს არის მაგალითად ინცესტის შემდეგ, ან გაუპატიურების შემდეგ. ტრამპი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაშვებული, მაგრამ გარდა ამისა, საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისევ ტრამპი ყველაფერში ადანაშაულებდა მიგრანტებს, ისევ ამბობდა, რომ ყველა უბედურება, ყველა პრობლემა მოაქვს მიგრანტებს. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში, რომელიც შედგება მიგრანტებისგან, ამერიკა, ხო? მიგრანტებმა შექმნეს ამერიკა, რომელიც გაიზარდა მიგრანტების ოჯახში, ბაბუა მისის ისტორია მოგიყევით, ხო? რომლის 2 ცოლიც იყო და იყვნენ მიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგრამ მაინც ესე იგი აწვება ამ თავის ამბავს, რომ ყველა უბედურება ამ ადამიანების ბრალია. საინტერესო მომენტი ეხებოდა უკრაინას და უკრაინაში ომს, რუსეთის ომს, უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც თავი არიდა ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, თქვენ
გინდათ თუ არა უკრაინის გამარჯვება ამ ომში. რამდენჯერმე დასვეს ეს შეკითხვა და ყოველ ჯერზე ტრამპი პასუხობდა, რომ მას უნდა ამ ომის შეჩერება. სულ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას აირჩევენ პრეზიდენტად, ის 1-2 დღეში გააჩერებს ამ კონფლიქტს. ანუ რაღაცნაირად შეძლებს, რომ ზელენსკიც და პუტინიც დაარწმუნოს, რომ ეს ომი დასრულდეს. უფრო მეტიც ამბობდა, რომ ის რომ ყოფილიყო დღეს პრეზიდენტი, ეს ომი არც მოხდებოდა არც ეს და არც კონფლიქტი, ესე იგი ისრაელში და ღაზაში განვითარებულ ამბებს გულისხმობს. ამაზე კამალა ჰარისმა ისეთი სერიოზული განცხადება გააკეთა, მან განაცხადა, რომ აბსურდია, რომ ესე იგი 1-2 დღეში მოაგვარებს ტრამპი ამ კონფლიქტს, მაგრამ შეიძლება და ალბათ ტრამპი გულისხმობს უკრაინის დამარცხებას და იმ შემთხვევაში ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, პუტინი დღეს იჯდებოდა კიევში. ბევრ სერიოზულ საკითხზე ისაუბრეს ამ დებატების დროს, ხანდახან კამალა არიდებდა თავს, ტრამპი კი თავის როგორც გითხარით, თავის ამპლუაში იყო, იქამდეც მივიდა, რომ მაგალითად, როდესაც საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრობდა და ყველაფერში მიგრანტებს ადანაშაულებდა, იქ მაგალითად თქვა, რომ აი ეს ადამიანებიო, აი ესენიო, აი სხვა ქვეყნები რო აგზავნიანო ჩვენთანო და იმიტომაც არისო ესეთი უმძიმესი კრიმინოგენური ფონი ჩვენს ქვეყანაშიო, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც კატებს და ძაღლებს ჭამენ. მერე ხა არ ვიცი, აი ჯენზის წარმომადგენლებმა იციან, რამდენი მინი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, როგორ უკვირთ ცუგებს და ფისოებს, ჩვენზე არისო ლაპარაკიო, ჩვენ ვჭამთო. აი ესეთი გაუგონარი, ნუ თავის ამპლუაშია, ესე იგი ტრამპი თავისი აი განცხადებებით ისე აკეთებს, აი განცხადებებს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. რომ აი საერთოდ აი არც ახამხამებს თვალს. პოლიტიკოსები გასაგებია იტყუებიან, ალამაზებენ, დიპლომატიურად ამბობენ რაღაცებს. არა, ეს ადამიანი, აი რასაც ფიქრობს, ესე ამბობს. აი ჭამენ ესე იგი ემიგრანტები ჩამოდიან და ჭამენ კატებს და ძაღლებს. მოკლედ, როგორც აჩვენებს, როგორც აი ამ დებატების შემდეგ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, კამალას რეიტინგი უფრო მაღალია, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ არის, როგორც ამბობენ, 50-50. 50-50-ზე და ყველაფერი ნამდვილად გადაწყდება 5 ნოემბერს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. გუშინ დღევანდელ დღეს გულისხმობ, როდესაც ჩვენ წერთ ამ ეპიზოდს, გუშინ საღამოს 11 საათზე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ კლუბთან და დონალდ ტრამპი იქ იმყოფებოდა, ისმოდა სროლა. შემდეგ ესე იგი გაირკვა და FBI, ანუ გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა დაიწყო გამოძიება და სხვათა შორის დაიწყეს გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით. დღესდღეობით რაც გაირკვა, იყო ის რო და ტრამპის დაცვის წევრი, რადგან მან შენიშნა ადამიანი იარაღით გოლფ-კლუბის ტერიტორიის, მიმდებარე უბრალოდ ტერიტორიის ბუჩქებში. იქვე და იყო ეს ადამიანი დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება დონალდ ტრამპს, ესე იგი არაფერი არ შეეხო. ამიტომ ვამბობ, რომ ყოველ დღეს 5 ნოემბრამდე ექნება დიდი მნიშვნელობა აი ამ ახალ ამბებს. ეს იყო ჩვენი ეპიზოდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე, სხვათა შორის ამერიკაში არ მიმართავენ ესე ყოფილი პრეზიდენტი. აი ამ დებატების დროსაც ამბობენ ბატონო პრეზიდენტო. ნებისმიერ ამერიკულ პრეზიდენტს ცხოვრების ბოლომდე მიმართავენ Mr. President. ბოლომდე არის პრეზიდენტი. ამიტომ ეს იყო ჩვენი ეპიზოდი ამერიკის 45 პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე, ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ პოლიტიკოსზე, რომელიც ისევ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გამოგვყევით YouTube-ზე, გამოგვყევით სხვა სოციალურ ქსელებზე და მოუყევით ამ პროექტზე თქვენ ახლობლებს. დიდი მადლობა, კარგად წადებათ.